არტისტერიუმი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც თბილისში უკვე მეოთხედ ტარდება. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას 80-მდე ხელოვანი იღებს, როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა არტ ობიექტები, პერფორმანსები, ინსტალაციები და ფოტონამუშევრები. პირველ გამოფენას, რომელსაც დავესწარით, განმეორებადი დისფუნქცია ერქვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20-მდე პოლონელი არტისტის ნამუშევარი, რომლებიც დემოკრატიის ისეთ დისფუნქციურ სიმპტომებს ეხებოდა, როგორიცაა კორუფცია, დისკრიმინაცია, სოციალური და პოლიტიკური ძალის ბოროტად გამოყენება. გამოფენის შემდეგ ფრანგი არტისტის ოლივიე დე საგაზანის პერფორმანსი გადავიღეთ, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ. ძალიან საინტერესო სახეობის ხმის და ძალიან დიდი ხანია ამ თემაზე მუშაობს. და როცა დიდი ხანია რაღაც კონკრეტულ თემაზე მუშაობ, ბუნებრივია, რაღაც ძალიან ბევრი რაღაც იცვლება, რაღაცას ამატებ და ყველა პერფორმანსი არის სხვადასხვანაირი, იმიტომ რომ სხვადასხვა სივრცეში აკეთებ. თვითონ პროცესი იყო ძალიან ექსცენტრიული, ემოციური და რაღაც ძალიან შთამბეჭდავი სახეები იყო. მე მგონი ამაზე ორი აზრი არ არის რა. საინტერესო იყო იაპონელების მასარუ ივაის და ჯუნიშირო იშიის შემოქმედება, რომელიც ლიტერატურის მუზეუმში ვნახეთ. ამ ორი არტისტის ნამუშევრებს ერთმანეთსაგან აბსოლუტურად განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა. ჯუნიშირო იშიის ინსტალაცია ბნელი ოთახი 2011 წლის მარტში იაპონიაში ატომური ელექტროსადგურის ავარიას ეხმიანებოდა. ჩვენთვის იაპონელებისთვის ატომური კატასტროფა ყველაზე დიდი უბედურებაა. ფუკუსიმას აფეთქება მტკივნეულად გადავიტანეთ. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ეს ნაგასაკის და ჰიროსიმის ისტორიული გამოცდილების შემდეგ. საქართველოს მეხუთე ქვეყანაა, სადაც ბნელი ოთახი წარმოადგინა. აქამდე საფრანგეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში ჩავიტანე ეს ინსტალაცია. მასარუ ივაი კი თავისი ნამუშევრებით ადამიანის ფიზიკური და სულიერი სისუფთავისადმი თანდაყოლილ მისწრაფებას ამჟღავნებდა. საგამოფენო სივრცეში მან ორი ნამუშევარი, გალაქტიკის რეცხვა და სისუფთავის ცეკვა წარმოადგინა.